უკრაინის მთავრობის დღევანდელმა პოლიტიკამ უკრაინელებს რა არგო არ ვიცი, მაგრამ უკვე ბევრი ქართველი რომ ახეირა, ეგ უკვე ფაქტი. მარტო უკრაინაში კი არ ქმნის ქართველებისთვის სამუშაო ადგილებს, საქართველოშიც. დავით საყვარელიძე უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ ინიშნება. მას საქართველოს პარლამენტის მანდატზე უარის თქმა მოუწევს. მისი ადგილმონაცვლე კი ეკა ხერხეულიძე. აქცენტი ხერხეულიძეს დაუკავშირდა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოვიფიქრებ, ჯერ კიდევ დროა, განაცხადა ხერხეულიძე. ცედა რა საბობ ეკა ეხლა მაგას რა ფიქრი უნდა არ გადამრიო. მაგაზე ლუკა კურტანიძეს არ უფიქრია და შეიძლება დაგემართა კაც. პარლამენტარად გახდომისთვის თავებს იხოცავენ და მილიონებს ხარჯავენ, მერე კიდევ მილიარდებს შეულობენ. კაცო, იცი რა კარგი სამუშაოა დეპუტატობა. სტაბილური, კარგხელფასიანი, იმუნიტეტიანი. ერთი ნაკლი ისა აქვს, რომ ეხლა ცოტა შორია, მაგრამ ეხლა ამ შეთავაზებას ეგ აუცილებლად უნდა დათანხმდეს. ახლა სწორედ ნაცების ფრაქციის გაძლიერების დროა. რას ქვია რატო? რატო და ვერ ნახეთ, კაცო, ლუკა დაიმატეს კოცებმა. ხო, შემთხვევით არ მიხსენებია ეხლა გაძლიერება. დავით საყვარელიძე მაინც ნაპროკურორული კაცია ხო და ეხლა ნაჩათლახარი უწყებიდან მოსულ კაცს მაინც და მაინც არ ქონდა ისე საქმე პარლამენტის ხდომებზე განსაკუთრებულად რომ გამოედო თავი და ბევრი ელაპარაკა. რაო, და ეკას რატო ყავს ასე საქმე? რას ლაპარაკობთ კაცო? აი მოვა პარლამენტში და მაგის გამოსვლებს მოისმენთ და გპირდებით ჩიორა დაგავიწყდებათ. და ჩიორა რო დაგავიწყდებათ, ეხლა ეგ უკვე ხო კაია კაცო.